რას ნიშნავს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმიდან გამოთიშვა საქართველოსთვის უშუალოდ თითოეული მოქალაქისთვის? ეს პლატფორმა, ეს ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წელს შეიქმნა. მე პირადად და ჩემი ორგანიზაციაც, ისევე როგორც სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად ვიყავით ჩართული დღიდან დაფუძნებისა, ჯერ კიდე 2011-ში ამერიკამ და ბრაზილიამ, დამფუძნებელმა ქვეყნებმა შექმნეს ეს პლატფორმა. მას მერე ამ პლატფორმაში 74 სახელმწიფოა გაერთიანებული. და საქართველო იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა 2013-14-15 წლებში და ზოგადად იდეა ამ პლატფორმის არის შემდეგი, რომ ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორი ერთად ქმნიან რეფორმებს უკეთესი გამჭვირვალე ანგარიშვალდებული ხელისუფლებისთვის. შეიძლება საზოგადოებამ ნაკლებად იცის, მაგრამ აი უმეტესი რეფორმებისა, რომელიც განხორციელდა ამ წლებში, სწორედ აი ამ პლატფორმის ფარგლებში კეთდებოდა, როგორც ჩვენი ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის, ისე აი მაგალითად რა რეფორმები, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად აუხსნათ საზოგადოებას ღია მმართველობის წევრობა რას ნიშნავდა და რა დაგვაკლდება, აი რა იყო ის რეფორმები, რაც ამ პარტნიორობით განხორციელდა. ძალიან ბევრი, ძირითადად ეს რეფორმები მიმართული იყო კარგი მმართველობისაკენ, მმართველობისაკენ, რომელსაც ახორციელებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე ცენტრალური ხელისუფლება, ასევე საქართველოს პარლამენტი. ეს იყო მაგალითად პეტიციების სისტემა, რომელიც შეიქმნა და რომელიც უნდა განხორციელებულიყო. ეს იყო ღია მონაცემების სპეციალური პორტალი, რომელიც შეიქმნა. ეს არის ღია ბიუჯეტის და ასე ვთქვათ, ანგარიშვალდებული ბიუჯეტის პლატფორმა, სადაც ყველა მონაცემები უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს იყო მაგალითად ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაინერგა ამ პროცესში. ცალკე ვალდებულებებს იღებდა თბილისის მერია, ცალკე ვალდებულებებს იღებდა მაგალითად ბათუმის მერია. თვითმმართველობები ასე თვითონ მონაწილეობდნენ ამ პროცესში და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე იღებდნენ რაღაც გადაწყვეტილებებს. ხო, ზოგ რეგიონში მაგალითად მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით რაღაც ჩართულობის უკეთესი გარანტიები ქონოდა და კანონმდებლობაში ცვლილებები შესულიყო. ყველა ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი, დიდი პროცესი იყო, რომელიც საქართველოს ისე კარგად გაიარა თავის დროზე და ისეთი ტემპით და ისეთი ასე ვთქვათ, მისწრაფებით აკეთებდა ამას, რომ ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა. მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად აი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი აი დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს როგორც კორიდორს და თითქოს ფუნქცია საქართველოსი არის მხოლოდ რომ იყოს სატრანზიტო ადგილი, რომ სადაც გაივლის რაღაც ტვირთი. მაშინ როცა მაგალითად ეს პლატფორმა გვაძლევდა იმას, რომ ჩვენ მოგვეხდინა რეფორმების ექსპორტი. წარმოედგინეთ, ჩვენ 2016 წელს ჩამოვიყვანეთ აქ ჩილეს კონგრესის დელეგაცია, არგენტინა, კოსტა-რიკა, ყაზახეთი, ყირგიზეთი გვეხვეწებოდნენ, ასე ვთქვათ, რეფორმების ექსპორტს. საქართველოს პრესტიჟი ზოგადად აი სწორედ ამ პლატფორმის გავლით იყო ერთ-ერთი წამყვანი საკითხი ამ პროცესში. საფრანგეთთან ერთად ვიყავით თანათავმჯდომარე ქვეყანა. ქვეყნები, სადაც დემოკრატიას ვთქვათ, განვითარების პროცესში იყო, ჩვენ გვეძახდნენ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, რეფორმები წაიღოთ და არა განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, რა ვიცი, საფრანგეთს თუ გერმანიას. საკმაოდ პრესტიჟული პლატფორმა იყო, სადაც საქართველოს ინტერესების გატანა შეიძლება მთელ მსოფლიოს დონეზე. 74 ქვეყანაში და ჩვენ ვიყავით ლიდერები. მათ შორის თბილისში გაიმართა 2018-ში გლობალური სამიტი, სადაც რა ვიცი, სერბეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და აფრიკის პრეზიდენტები და ევროკავშირის დელეგაცია და ასე შემდეგ. ისეთი ეს ვთქვათ მექანიზმი იყო, სადაც საქართველოს შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატარა ზომის ქვეყანა, თავისი ინტელექტუალური ცოდნა და რეფორმები, რომელიც საქართველოში ინერგებოდა, მაგალითად ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, ეს ჩვენ გაგვეტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ესეც იყო რაღაც პერიოდი, საკმაოდ წინ ვიყავით და სხვა ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მაგალითად ყოველთვის ჩვენ გვეკითხებოდნენ და ჩვენსგან სწავლობდნენ. ჩვენ ვიყავით ძალიან წინ სხვებთან შედარებით, მაშინ როცა
დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა მაგალითად სომხეთი არის აი ამ პლატფორმის ასე ვთქვათ მმართველ კომიტეტში, ხოლო საქართველოს რომელიც იყო ერთ-ერთი მოწინავე, იყო ხელმძღვანელი ზოგადად აი ამ ღია მმართველობის პარტნიორობის არის გარიცხული ეს გარიცხვაც საკმაოდ სამართლიანია ლოგიკურად რომ მივყვეთ, იმიტომ რომ არაფერი აღარ არის გამჭვირვალე და საჯარო დეკლარაციას ვეღარ მოძებნი არასამთავრობოებრივ ორგანიზაციებს რა დღეში აგდებს ხელისუფლება ხედავთ თუ მედიას თუ ასე შემდეგ. ნუ ძალიან ლოგიკურია რომ აქამდე მივიდოდით, ხო ალბათ შეიძლება ვთქვათ რომ მიზანიც იცით რა არის შეიძლება ეს ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ მიდიოდა ყველაფერი კარგად და ამ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გახდა მმართველი ღია მმართველობის წამყვანი ქვეყანა საქართველოს, ფაქტია რომ ამათი მმართველობის დროს შეიცვალა ყველაფერი. ყველაფერი შეიცვალა 2023 წელს რუსული კანონის მიღებასთან ერთად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვძახებ, მთელი პრინციპი აი ამ უზარმაზარი მოძრაობის არის რომ ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი ერთად ქმნიან რეფორმებს. ახლა როცა მეორე მხარეს აცხადებ მტრებად, აგენტებად და უზღუდა ყველანაირ სივრცეს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა საერთოდ ასე ვთქვათ პროცესს აბსოლუტურად ცვლიან, ეს უბრალოდ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება ამ მოძრაობის. იგივე გზა გაიარა აზერბაიჯანმა, რომელიც ასევე იქნა მის წევრობა შეჩერებული და უნგრეთი, რომელიც გავიდა ორბანის დროს 2016-ში ამ მოძრაობიდან. ანუ ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომელიც არჩეული აქვს დღევანდელ გუნდს. ქართული ოცნების. კეთილი. რამდენად დაუცველი ხდება აი ასეთ დროს, როცა აღარ არის ღია მმართველობის წევრი საქართველოს, საზოგადოება რამდენად დაუცველი ხდება კორუფციისა და ერთგვარი თვითნებობის წინაშე ხელისუფლების მხრიდან. ცით რა არის მთლიანობაში პრინციპი, რაზეც დგას უბრალოდ ჩვენ აღარ ვართ იქ, მაგრამ პრინციპი არის ანგარიშვალდებულება ხელისუფლების საზოგადოების წინაშე. ყველა ეს რეფორმა თუ ყველა ეს ინიციატივა, რომელიც აი ამ პლატფორმის ფარგლებში საქართველოში იქმნებოდა, მისი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან და ეს რაღაც მექანიზმები იქმნებოდა ამისთვის და უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე. ანუ ყველა მისი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, იქნებოდა ეს რაღაც სამთავრობო აქტების გამოქვეყნება თუ სხვა. ანუ როდესაც კონტროლის მექანიზმები ასე ვთქვათ აღარ არსებობს ქვეყანაში და ვერავინ ვერ აკონტროლებს, მათ შორის საკუთარ გადასახადებს ვეღარ ამოწმებს. რაში მიდის ეს გადასახადები საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, აქ ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე საუბარი საკმაოდ რთული იქნება და ლოგიკურიც არის ეს ყველაფერი აქამდე რომ მივიდოდა, რა თქმა უნდა. ვიდრე ეთერში შევიდოდით, საუბრობდით, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის მოთხოვნაც ყოფილა რომელიღაცა წელი ახსენეთ თქვენ ვერ დავიმახსოვრე, რომ აი მაგალითად მოსმენების ნაწილი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე. და აი მაგალითად ესე ვიკითხავ გუშინ იმედის ეთერში სუსის უკვე ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე ამბობდა რომ 30-ჯერ გაიზარდა მოსმენები. ეს რაუცი უსაფრთხოების ზომით ახსნა მან თავად, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც უფრო ტოტალური კონტროლის მექანიზმს გავს მედიისა და განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. თქვენ როგორ შეიძლება რომ შევაფასოთ? აი ესე დაუკავშიროთ ამ რა თქმა უნდა, ერთ-ერთ აი მაგალითად იმდენი ყოველ წელს, ანუ 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს ასეთ ქმნიდა სპეციალურ სამოქმედო გეგმას, სადაც სხვადასხვა რეფორმები იყო გაწერილი, ასე ვთქვათ, ღიაობასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მაგალითად თუ არ ვსები 2014-ში იყო, 15-ში ჩვენი ინიციატივით იყო ესეთი, რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აიღო თავის თავზე. მათ უნდა გამოექვეყნებინათ ყოველ წელს მოსმენების სტატისტიკა. რაც შეეხება მოსმენებს, ის რომ 30%-ით გაიზარდა ეს ერთ საკითხია, მაგრამ სტატისტიკის მნიშვნელობა იყო იმაში, რომ ჩვენ დაგვენახა სასამართლო როგორ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.
მოსმენებთან დაკავშირებით. არის ეს 100%-იანი დაკმაყოფილება, თუ არის ეს, ასე ვთქვათ, შერჩევითი და არ არის მიშვებული მოკლედ სახელმწიფო იმაზე, რომ ეს არ ხდება ავტომატურად და მხოლოდ სუსი არ განსაზღვრავს ყველაფერს. შეაგზავნის ფურცელს და ჩამირთემას. მხოლოდ ეს არ არის, რომ 30%-ით გაიზარდა. აქ მნიშვნელოვანია სასამართლო კონტროლი როგორ მუშაობს ამასთან დაკავშირებით, ხო? ანუ რამდენად დაკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ანუ რამდენი ფაქტობრივი საფუძველია რეგიონების მიხედვით იყო თავის დროზე ჩაშლილი, აი თბილისში რამდენია, აჭარაში რამდენია და ასე შემდეგ. ეს ვთქვათ უნიკალური ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო 2015 წელს, თუმცა რა თქმა უნდა მას მერე აი ყველაფერი იცვლება, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმის და ხელისუფლების კონსოლიდაციის მიმართულებით და სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ ბერკეტები სულ უფრო მცირდება იმისა, რომ ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მიმართ. ნუ ფაქტია რომ რაღაცნაირად საერთაშორისო რეიტინგებში ისე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და უფრო დაბლა მიდის საქართველო. ერთ-ერთი გამოწვევა იყო ასევე კიბერ უსაფრთხოებაც, რომელიც თქვენი თემაა და ამაზეც გკითხავდით რა აი ამ მიმართულებით რა გამოწვევები არის ესეთი თვალსაჩინო ჩვენთვის ახლა. კიბერუსაფრთხოება ამ შემთხვევაში თქვენ ალბათ გულისხმობთ ზოგადად პოლიტიკის დონეზე, რაც ჩვენთან არის. ეს გამოწვევა, ანუ ყველაფერი დაკავშირებული არის პირველ რიგში საერთაშორისო პარტნიორობასთან და იმასთან თუ რა რესურსები გვაქვს იმისა, რომ ცოდნა მივიღოთ განვითარებული ქვეყნებისგან. მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე როცა მაგალითად ვსაუბრობთ, კი რა თქმა უნდა საქართველოს თავისი რესურსები აქვს, მაგრამ მთელი ასე ვთქვათ სიძლიერე ჩვენი ქვეყნის იყო იმაში, რომ ჩვენ ყავდა საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობები, რომლებიც გვეხმარებოდნენ აი ამ სისტემების განვითარებაში. და ეს არ ეხება მხოლოდ კიბერუსაფრთხოებას, ნებისმიერ სფეროს ეხება, რომელიც ასე ვთქვათ ტექნოლოგიების განვითარებასთან არის დაკავშირებული. ანუ ეს პარტნიორობა შეწყდა ყველა მიმართულებით. აქ ხო არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა ცივი ომი გვაქვს ჩვენ ყოფილ პარტნიორებთან, ხო? საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს ევროპა იქნება, შეერთებული შტატები იქნება თუ დიდი ბრიტანეთი. ასეთ პირობებში ჩვენ ვერც ცოდნას ვიღებთ, ვერც ექსპერტიზას ვიღებთ, ვერც დახმარებას ვიღებთ და მე მგონი არც სურვილია იქიდან მხრიდან რომ რაღაცნაირად დაგეხმარონ იმაში, რომ შენ განავითარო შენი კიბერუსაფრთხოება იქნება, მართლობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც ყველგან სტაგნაციაში არის აღმოჩენილი, ხო? ანუ აღარა გვაქვს ეს დახმარება, მხარდაჭერა, არც ფინანსური, არც ექსპერტული და არც პარტნიორული. იმისთვის რომ ჩვენ იქნება ეს კიბერუსაფრთხოება თუ სახელმწიფო მართვის რაღაც სისტემების განვითარება, ყველა პროცესში ფაქტობრივად იზოლაციაში ვართ აღმოჩენილი. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენი რესურსებით, მაშინ როცა მსოფლიო ესე სწრაფად ვითარდება და მაშინ როდესაც მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ინერგება მთელ მსოფლიოში ქვეყნის მართვის განათლების საკითხების იქნება თუ კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ რაღაც ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის სახელით ჩავეხსენით ფაქტობრივად ყველა განვითარებული ქვეყნის აი ამ უზარმაზარ მონაცემთა ბაზებს და გამოცდილებას. ანუ ეს საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად. რაღაცა დავრჩით დაუცველები და ერთგვარად მოჩლაჩულები შეიძლება ეს სიტყვა მოდიოდეს თანხმად.